თქვენ უყურებთ თოქ-შოუ არგუმენტებს და ჩვენი სტუმრები არიან დავით ამირეჯიბი, ზაზა ფირალიშვილი. პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ისეთი განცხადება გააკეთა ერთ-ერთ უკრაინულ გაზეთთან საუბრისას. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელშიც საბჭოთა კავშირი მოკვდა, თუნდაც ბალტიის ქვეყნების შევადაროთ, იგივე ესტონეთში, საიდანაც სტალინის ნებით კომპარტიის პირველი მდივანი ხალხს აციმბირებდა, იგივე ლატვიასა და ლიტვაში უფრო მეტი ხალხი ლაპარაკობს რუსულად, ვიდრე სხვა ენებზე, თუმცა რუსული საწინააღმდეგო პირადად მე არაფერი მაქვს. მოკლედ ესეთ აზრს ავითარებს პრეზიდენტი. მე მაინტერესებს ბატონო ზაზა. ეთახმებით იმ მოსაზრებას, რომ ჩვენ თლიანად მოვკალით ესე ვთქვათ საბჭოთა მენტალიტეტი და მხოლოდ სიმბოლიკები ღა შემოგჭა, რომელიც ახლა უნდა გავიტანოთ. სტატისტიკურად საქართველოში რუსული მოსახლეობის ხვედრითი წელი ახლა გაცილებით უფრო ნაკლები არის, ვიდრე იყო თქვა საბჭოთა ეპოქაში. თვალსები დაახლოებით 10%-ის ფარგლებში იყო მაშინ რუსული მოსახლეობის წილი. 69 წლის სტატისტიკა მახსენდება, ახლა გაცილებით უფრო დაბალი არის. ეს წინა სტატისტიკურად რაც შეეხება. მე იცით აქ ბევრ რამეს დავაზუსტებდი ჩემთვის ყოველთვის სამდე ესეთ განცხადებას გავაკეთებდი. იცით აღარ საუბრობენ რუსულად, ეს არნიშნავს, რომ შენში დაძლეული არის საბჭოთა მენტალიტეტი. ჩვენ ვართ ახლა მდგომარეობაში, როდესაც უკვე აღარ ვიცით რუსული, მაგრამ ჯერ არ ვიცით ინგლისური. და ვისწავლეთ ინგლისურს ბატონო? ვისწავლით. დიახ, ყველანი ვისწავლეთ. მე ვამბობ დღეს. დიახ. აქ და ახლა სადაც ჩვენ ვიმყოფებით. ანუ ჩვენს ხაი მოცემულ მომენტში არის დღეს დღევანდელ თარიღში. ჩვენ ვართ ხალხი, რომლის დიდმანაც უკვე აღარ იცის რუსული, მაგრამ ჯერ არ იცის ინგლისური. ჩემთვის საბჭოთა მენტალიტეტის საუკეთესო გამოხატულება ეს არის სწორედ. იმიტომ რომ საბჭოთა მენტალიტეტის ერთ-ერთი გაზომილება უმეცრება გახლავთ. ესე მეორე იცით, ეხლა მე მიჭირს პრეზიდენტის ბევრი განცხადება სერიოზულად ავიკვირდ, ეს განცხადება კონკრეტულად ეხლა ძალიან ძნელი გასაანალიზებლადაც რთული არის, იცით, ეხლა როგორ თქვა მე ბალტიისპირეთზე, რომელიც ისე დაბრუნდა ისტორიაში, რომ პრობლემებისა და ტკივილების გარეშე პრაქტიკულად და როგორ შევადარო ეს ქვეყნები საქართველოს, რომელსაც დღემდე უჭირს ისტორიაში დაბრუნება, ხო? დღემდე ტკივილიანად გადის იმ გზას, რასაც ისტორიაში დაბრუნება ქვია, ხო? ამავე თანხმობთ მოსაზრებას, რომ ბალტიისპირეთზე მეტად უფრო გავთავისუფლდით ამ შემთხვევაში. საბჭოთა მენტალიტეტის. რბილად ვთქვათ, გადაჭარბებული. გადაჭარბებული. კარგი, ბატონ დავითის მოსაზრებას მოვუშვენ ამ საკითხზე. თქვენ ეთახმებით იმ მოსაზრებას, რომ თავარი აქ რუსული ენისგან გავთავისუფლდით და მორჩა ამით გავთავისუფლდით საბჭოთა მენტალიტეტის. ენა და მენტალობა, ასე იგი, აგრეთვე ცოტა განსხვავებული რაღაცეები არის. აი, ჩვენ რო ავიღოთ მეფის რუსეთი და საქართველო. მეფის რუსეთიც ებრძოდა ენას, არა, მაგრამ ის ებრძოდა ქართულ მეტყველებას, მაგალითად ეკლესიებში, არა, სკოლაში, ესე იგი რუსული სკოლები, როგორც ახლა გალში მაგალითად ებრძვიან რუსები ქართულ ენას, ქართულ მეტყველებას. საბჭოთა კავშირი იქცეოდა გაცილებით უფრო მზაკრულად. ის მეტყველებას გვიტოვებდა და ებრძოდა ენას. დიახ. ესე იგი, ანუ ის ფაქტიურად ქართულ ძირებს, არა, მსოფლმხედველობას ებრძოდა ჩვენ ასე ვთქვათ აი იმ სისტემას იცით ხატოვანი აღქმისა სამყაროს, არა, აი სიმბოლოების და მნიშვნელობების სისტემას, არა, ანუ რასაც ჩვენ ენის სიღრმისეულ ნაწილად თვლით, ჩვენ მეტყველებდით ქართულად და ამასობაში დაკარგული ქონდა ენა. ეს გაცილებით უფრო მზაკრული მიდგომაა, ვიდრე მეფის რუსეთის დროს, იმიტომ რომ ვიმეორებ, იქ მხოლოდ მეტყველებას ებრძოდნენ და ენა ქონდა შენარჩუნებული მაინც. ეხლა რაც შეეხება, ესე იგი, საბჭოთა კავშირის დაძლევას, იცით, ჯონ გრინდერს აქვს ძალიან საინტერესო რეალური მაგალითი, როდესაც თეთრი დათვი, რომელიც ჩამოიყვანეს ექსპედიციამ, დაჭრილი თეთრი დათვი, დროებით მოათავსეს გალიაში, რომელიღაც ზოოპარკში და რაღაც ვოლიერს უმზადებდნენ მას, დიდ ვოლიერს და ამ გალიაში რაღაც ერთი კვირა დახო დათვმა და წინ და უკან დადიოდა. ნუ უზარმაზარი ცხოველი, თქვათ, ეგ მოარჩინეს, არა, უმკურნალეს და სამნაბიჯს წინ აკეთებდა, მე სამნაბიჯს უკან ცხვირს ურტყავდა ამ გისოსებს, იმიტომ რომ იმან არის რა არის გისოსები თეთრმა დათვმა და ბოლოს, ნუ ერთი კვირანახევრის შემდეგ ეს ვოლიერი გაუკეთეს და აძინეს ეს დათვი და გამოიყვანეს, ასე ვთქვათ, ნუ თავისუფალ ადგილას. და ახლა აკვირდებიან რას იზამს რომ გაიღვიძებს, არა? დათვმა გაიღვიძა და დაიწყო ზუსტად ისე სიარული, როგორც დადიოდა იმაში, გალიაში, ხო? ეხლა აი ჯონ გრინდერი ამას უყურებდა პირდაპირ, ასე ვთქვათ და დასვა ასე ჩაშეკითხვა. სად არის გალია? მენტალობაში არა მხოლოდ, არა, რეფლექსებში, რაღაცა ნეიროლინგვისტიკაში, არა, ანუ ნევროლოგიაში, კუნთებში, ხო, ჩვევაში
ჩვენ შეიძლება განთავისუფლდეთ, ასე ვთქვათ, ინტელექტუალურად საბჭოთა კავშირისაგან, მაგრამ დავდიოდეთ, სუნთქავდეთ როგორც საბჭოთა ადამიანები. ესე ვსუნთქავთ ახლა დღეს? შეგიძლიათ მითხრათ? რომ ნაწილობრივ კი, მაგრამ ახალგაზრდები სხვადასხვა სუნთქავენ. იცით, აი რუსთაველზე არა, რამდენიმე წლის უკან ნევროზი დადიოდა, იცით, თეთრი დათვის. აი რო გენახათ რაღაცა ადამიანები საბჭოთა სიარული. დიახ. იცით და დღეს არა, დღეს სხვანაირი ახალგაზრდობა მოდის. არა შეიძლება მათ არა აქვთ ჯერ რაღაცნაირად აი ჩამოყალიბებული სადმიდიან, არა ბოლომდე, მაგრამ გზა მე მგონი რომ აბსოლუტურად სწორი არის. კი ბატონო, ანუ თქვენ არ ეთანხმებით პრეზიდენტის ამოსაზრებას, რომ ჩვენთან მოკვდა ესე ვთქვათ საბჭოური მენტალიტეტი? იცით რა მავზოლეუმში წევს ერთი მკვდარი არსება, ხო? და ვერა და ვერ მოვკალით ის და ესე იგი მუდამ ცოცხალია მაინც, იცით? ესე რომ სიკვდილი შეიძლება ასე ვთქვათ გარდაიცვალა. ცოცხალებისთვის ბატონო დავით გააჩნია, არა? კომუნისტებისთვის. კომუნისტებისთვის კი. ამიტომ იცით, კი, საბჭოთა ჰომო სოვიეტიკუსი მოკვდა, მაგრამ ჯერჯერობით ის მავზოლეუმში არის და ასე ვთქვათ, იქიდან თავის აი ეს მაგიურ სიზმრებს და რაღაც მედიტაციებს მაინც თავს გვახდებს, იცით? და აი აქ საბჭოთა სიმბოლიკა, არა კერპების სისტემა, სწორედ ატარებს ამ ასე ვთქვათ სიზმრების სტრუქტურას თავის თავში, არა და გვაძინებს, იცით? არ დაგვეძინოს. ამიტომ თუ გამოფხიზლება, არა, გამოფხიზლდეთ ბოლომდე, გვახსოვდეს, რომ ლენინი არ არის დამარხული. დავმარხოთ ლენინს. ხო, და დავმარხოთ ჰომო სოვიეტიკუსი საბოლოოდ, არა მათ. როგორ? პირდაპირ მნიშვნელობით რო ვთქვათ, ახლა მოდით ალეგორიულად აღარ ვისაუბროთ, აღარ დავაბინოთ მაყურებელი. პირდაპირ მნიშვნელობით რო ვთქვათ, როგორ დავმარხოთ ლენინი ჩვენ ცნობიერებაში და რაში გამოიხატება აი დღევანდელ თანამედროვე საქართველოში, რომელიც მისი პრეზიდენტის განმარტებით, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის განმარტებით დგას მთლიანად დასავლური ღირებულებებისკენ არის მიბრუნებული. მე ცოტა სხვანაირად უპასუხებ ახლა, იცით, ციხმეში რო არ წავიდე, უფრო ასე ვთქვათ პოლიტიკური თვალსაზრისით უპასუხებ, უყურეთ რა შეა საქმე.